ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ იგავს ზრდასრულთათვის, რომელსაც ქვია ლოცვის სიღრმე. თუ მოგეწონებათ ჩვენი არხი და ეს იგავი, გამოიწერეთ, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. ლოცვის სიღრმე. ერთი პენჯაბელი გოგონა მინდორში მიდიოდა. სწორედ ამ დროს ვიღაც მორწმუნე იქ გულმხურვალედ ლოცულობდა. რელიგიის კანონით არავის ჰქონდა უფლება ამ დროს მის გვერდით ჩაევლო. როცა სოფლელი გოგონა უკან ბრუნდებოდა, მორწმუნემ შერისხა. როგორ ტლანქად მოიქეცი, გოგონავ, ეს ხომ ცოდვაა. გვერდზე ჩამიარე მაშინ, როცა გულმხურვალედ ვლოცულობდი. გოგონა შესდგა, მორწმუნეს ჯიქურ შეხედა და ჰკითხა. რა გაქვთ მხედველობაში, როცა ამტკიცებთ, რომ გულმხურვალედ ლოცულობდით? რა არიცი ეს რას ნიშნავს? შეჰყვირა გაოცებულმა მორწმუნემ. ილოცო ეს ნიშნავს, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდე და სხვას ვერაფერს ამჩნევდე. გოგონა შეეპასუხა. მაშ როგორ შემამჩნიეთ, თუ მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდით? როცა ჩაგიარეთ, ჩემს სატრფოზე ვფიქრობდი და თქვენ ვერც კი დაგინახეთ. აი ასეთი იყო ეს ძალიან სასიამოვნო და თბილი იგავი. ძალიან გვინდა რომ დაგვიკომენტაროთ, თქვენი აზრი მოგწეროთ ამ ყველაფრის შესახებ და მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ.